ვაგრძელებთ საქმიანობას ლიზინგზე და ამ ინდუსტრიაზე საუბრით, რომელიც სულ უფრო ფართოვდება და აღარ წარმოადგენს მხოლოდ ფინანსურ ინსტრუმენტს. თანამედროვე ლიზინგი მომხმარებელს სრულ სერვისს და მოქნილ გამოცდილებას თავაზობს, როგორც ავტომობილების, ისე სხვადასხვა ბიზნეს სექტორისთვის საჭირო ტექნიკა და დანადგარების მიმართულებით. დღეს ტერალიზინგთან ერთად ვისაუბრებთ, თუ როგორ იცვლება ავტოლიზინგის ბაზარი და რა მნიშვნელობა აქვს მომხმარებლებისათვის არჩევანის თავისუფლებას. ნებისმიერი ავტომობილი, ნებისმიერი ავტოცენტრიდან და მათ შორის მეორადი ავტომობილებიც. ასევე განვიხილავთ დღეს ტრეიდ-ინ მოდელს, რომელიც ავტომობილის განახლების პროცესს სულ უფრო სწრაფს და გამჭვირვალეს ხდის. ასევე დღეს ვისაუბრებთ ლიზინგის როლზე ბიზნეს სექტორის განვითარებაში და მათ შორის აგრომიმართულებითაც, სადაც ტექნიკის და ავტოპარკის განახლება კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის. თემის დეტალებით საქმიან დილას შემოვერთდნენ ბექა ვახტანგიშვილი, ტერალიზინგის პროდუქტების განვითარების დირექტორი და ასევე აკაკი გოგსაძეს უმასპინძლობთ, აგრომოტორსის დამფუძნებელი არის საქმიან დილას ეთერში. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ბექა, დავიწყოთ სიახლეებით და ახალი პროდუქტებით, რითაც 26 წელი დაიწყო ტერალიზინგი. დიახ, პირველ რიგში ალბათ უნდა ვთქვათ, რომ ლიზინგის ინდუსტრია ყოველწლიურად ვითარდება და იზრდება, შესაბამისად ბაზრის ქცევაც შეცვლილია და ეტაპობრივად უფრო სწრაფ და მარტივ პროდუქტებზე ხდება მომხმარებლების მხრიდან აქცენტი. ამიტომ ტერალიზინგი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მოქნილ პროდუქტები დაამატოს. ამ ეტაპზე ძირითადი აქცენტი გაკეთებული გვაქვს ავტოლიზინგის მიმართულებით და ჩვენი მიზანია ავტომობილებთან და ტრანსპორტთან დაკავშირებული ნებისმიერი, ასე ვთქვათ, საჭიროება ერთ სივრცეში დაუკმაყოფილოთ მომხმარებლებს. როგორც ახსენეთ, ჩვენ გვაქვს სწრაფი ავტოლიზინგი, როგორც ახალ ისეთ მეორად ავტომობილებზე. ამ მიმართულებით არანაირად მომხმარებლებს არ ვზღუდავთ, სრული თავისუფლება გვაქვს მიცემული. შეუძლიათ ნებისმიერი ბრენდის და ასე ვთქვათ, მწარმოებლის ავტომობილი შეიძინონ ნებისმიერ ცენტრთან, ახალიც მეორადიც. და რაც თავარია, ეს პროცესი არის ძალიან გამარტივებული, ფაქტობრივად ერთ დღეში შეიძლება სრული ამ პროცესის გავლა. ავტოლიზინგი რჩება ყველაზე მოთხოვნად ლიზინგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სალიზინგო პროდუქტია. დიახ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის, რომ ვახსენოთ მომხმარებლების მხრიდან აქცენტი მოქნილობაზე და სისწრაფეზე, იმიტომ მაინც უბრალოდ გადაადგილების საშუალება აღარ არის ავტომობილი, ჩვენი ყოველდღიურობა იქცა და ხშირ შემთხვევაში ბიზნეს ეფექტურობის ნაწილი, ამიტომ მოქნილობა მნიშვნელოვანია. ასევე დავამატებ, რომ ავტომობილის განახლება ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება და უფრო რთულდება ეს პროცესი ბაზრისთვის. შესაბამისად, ჩვენ მიმდინარე თვიდან დავამატეთ ახალი პროდუქტი, ეგრეთ წოდებული ტრეიდ-ინ პროდუქტი, რომელიც ითვალისწინებს მეორადი ავტომობილის განახლების შესაძლებლობას. ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლებს ბიზნეს სექტორს შეუძლია მოიყვანოს მეორადი ავტომობილი და გაიყვანოს ახალი ავტომობილი. და რა თქმა უნდა, სხვაობა ფინანსდება სალიზინგო კომპანიის მხრიდან და ეს პროცესი არის თლიანად გამჭვირვალე, მარტივი და ასე ვთქვათ, მომხმარებელზე ორიენტირებული. ამის გარდა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ გვინდა რომ ლიზინგი დაემსგავსოს უბრალოდ დაფინანსების ინსტრუმენტს და ვცდილობთ, რომ ბაზარში შევთავაზოთ უფრო კომპლექსური მომსახურება და გავაერთიანოთ სალიზინგო პროდუქტებში სხვადასხვა სერვისები, ავტომობილთან დაკავშირებული სერვისები, იქნება ეს მოვლა შენახვა თუ სხვა საჭიროებები. სრული ტექნიკური დიახ, სრული ეკოსისტემა რომ შევთავაზოთ მომხმარებლებს, მოგეხსენებათ ბიზნესი, ვინც ავტოპარკს ფლობს, რომელიც ავტოპარკს ფლობს, ეს საკმაოდ დიდ რესურსებს და დროით დანახარჯებს ნიშნავს, ამიტომ ბაზარს ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ეგრეთ წოდებული აუთსორსი გააკეთონ ამ ნაწილის და თავიანთ ძირითად საქმიანობაზე იყვნენ ფოკუსირებული. ან ავტომობილი მიზნობრივად გამოიყენონ და ყველაფერი დანარჩენისთვის ტერალიზინგი მიხედავს დაზღვევიდან დაწყებული ტექნიკური უზრუნველყოფით. ბატონ აკაკი, როგორ ძანდებით? კარგად. მოგვიძველდა კი, ნამდვილად. როგორ მიდის აგრომოტორსში საქმეები? ძალიან კარგად ვიტყოდი. პირველი კვარტალი საქართველოში მოგებით დავამთავრეთ, დაგეგმილთან შედარებით. ეს უკვე დიდი მიღწევაა. კი, ეს უკვე დიდი მიღწევაა, იმიტომ რომ ბოლო 2 წელია ძალიან უჭირს აგროსფეროს, არ იყო რაღაც დაფინანსებები იმდენი სახელმწიფოს მხრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ჩვენც დავიწყეთ აქტიურად ტერალიზინგის გამოყენება და სხვათა შორის პირველივე კვარტალში საკმაოდ კარგი შედეგი დავდეთ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტფელი გვაქვს ტერალიზინგში ამ წუთას. აგრომოტორს. რა არის ის უპირატესობები, რაც იმ ჯგუფს აგრომოტორსის სახელით ტერალიზინგის სერვისით ასარგებლებს
და ხედავთ იმ ეფექტურობას, რაც მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და დარწმუნებული ვარ თქვენი დანარჩენი კოლეგებიც მოისმენენ აღნიშნულს. კი, სოფლის მეურნეობა ისეთი არის, რომ ყველაფერი დროულად არის საჭირო და მოკლევადებში, მაგიტომ სტანდარტული ბანკის პროცედურებისგან განსხვავებით, ტერალიზინგი ძალიან სწრაფად და მოქნილად აკეთებს ყველა საბუთს, ხდება ძალიან სწრაფი დაფინანსება და პლუს რაც მთავარია, გარანტია დიდება მხოლოდ ტექნიკა და არ ჭირდება სახლის ჩადება, მიწის ჩადება და ასე შემდეგ, რაზეც ასე ვთქვათ, ჩვენს ფერმერებს ყოველთვის პრობლემა აქვს და ყოველთვის უჭირთ მიწის ჩადება განსაკუთრებით ბანკებში. თქვენ ხართ სოფლის მეურნეობისთვის ფლაგმანური ბრენდის ჯონ დირის წარმომადგენელი. ასფარავთ მინიმუმ 2 ქვეყანაში. უკვე საოპერაციო დონეზე. კი ბატონო. დარწმუნებული ვარ თქვენი მომწოდებლებისთვის და პარტნიორებისთვის შეერთებულ შტატებშიც ლიზინგის თემა პრიორიტეტია და აწლეულებია ეს მათთვის უცხო არ არის. რა არის ის ძირითადი უპირატესობები, ბატონო აკაკი, რომელიც სოფლის მეურნეობის მიღმა, როგორც ფინანსური ინსტრუმენტი და აღქმა იმისა რაღაცა სტიგმურ დონეზე რაღაც რომ მაინც ესხთან და საბანკო პროდუქტთან გვაქვს საქმე, რომელსაც ზოგადად ლიზინგი იძლევა. ახლა მე პირადადაც ვიყენებ ტერალიზინგს, 2 ავტომობილი მყავს გამოყვანილი ტერალიზინგის საშუალებით და ჩემთვისაც იყო დრო მთავარი პირველი, რომ სადღაც 3 დღეში უკვე ავტომობილი სახში მყავდა. ანუ საკმაოდ ძვირიანი არის ერთ-ერთი მათგანი და მანდაც კაპიტალის დაზოგვა იყო ჩემთვის, რომ ეს ყოველთვიური გადასახადი მირჩევნია, ვიდრე ვთქვათ ერთიანად ამხელა პულის ჩადება ავტომობილში. მაგიტომ სტანდარტულად ბიზნესიც მაგიტომ იყენებს, რომ ერთიანი ფული არ დახარჯოს ერთ დღეში და გადაანაწილოს ეს რამდენიმე წელიწადზე. აქვე დავამატებ, რომ ზოგადად ბიზნესი არა მარტო აგრომემართულება, ჩვენ ყველა მიმართულებას ვფარავთ ფაქტიურად, ეს იქნება ეს სამედიცინო, სამშენებლო მიმართულებები და დღეს დგას იმის საჭიროება, რომ ყველა მიმართულებით მოხდეს გადაიარაღება ტექნოლოგიური ასე ვთქვათ, განვითარება და ახალი ტიპის საწარმოო სიმძლავრეებზე გადასვლა და ეს საკმაოდ მოგეხსენებათ დიდ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ბიზნესისთვის ერთიანად საწყის ეტაპზე ამხელა ინვესტიციის გაკეთება საკმაოდ რთული პროცესია და ლიზინგი იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს ინვესტიცია განაწილდეს დროში და ერთიანი ზეწოლა არ მოხდეს ბიზნესზე. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება პროდუქტიულობის და კონკურენციის ნაწილი და ამ გადაიარაღების გარეშე ფაქტიურად შეუძლებელი ხდება ეკონომიკური და ზოგადად კეთილდღეობის ზრდა ქვეყანაში. დინამიკას თუ შევხედავთ, ბექა, ბიზნესი რამდენად გააქტიურდა ლიზინგის ნაწილში და თქვენი მიღწევები, ტერალიზინგის მიღწევები ამ მიმართულებით როგორია? ზოგადად ლიზინგი ყოველწლიურად იზრდება, ლიზინგზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ პროცესს, იმიტომ ლიზინგი არის არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც ზრდის ფიქსირებულ, აგრეთ წოდებულ ძირითად საშუალებებზე ხელმისაწვდომობას. ამიტომ ჩვენ განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს იმ პარტნიორების ქსელს, რომელიც ჩვენ შევქმნით მომწოდებლების სახით. მათთან ერთად ჩვენ ვცდილობთ არა მარტო კომერციული ურთიერთობა გქონდეს, არამედ ავაშენოთ ურთიერთობა, რომელიც არის ნდობაზე დაფუძნებული და ეს ნდობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი თავისუფლება გქონდეს შეთავაზებების ნაწილში და მომხმარებლებს უფრო ხელმისაწვდომი სალიზინგო პროდუქტები შევთავაზოთ. მე ჩავხედე გარკვეულ მონაცემებს თქვენთან შეხვედრამდე და აკაკის ამ შემთხვევაში როგორც ბიზნესის წარმომადგენლის სიტყვებსაც დავიმოწმებ, ეს არის უკვე ბოლო 3 წელიწადში 50 მილიონიანი პორტფელი, ბექა შემისწორეთ თუ ვწდები. კი, გადავაჭარბეთ 56 მილიონზე. 56 მილიონიანი, კი ბატონო, პორტფელი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ავტოს, არამედ საუბარია, რაც თქვენ ბრძანეთ. სამშენებლო, სამედიცინო და ბევრი სხვადასხვა მიმართულებები, რაც ბუნებრივად ტერალიზინგს ერთგვარ ჩამონათვალში. სალიზინგო სერვისებისა, საპატიო მეორე კი, ასე არის. მეორე ადგილზე მეშლება რაიმე ამ კუთხით. ზუსტად ბრძანეთ, პორტფელის ზომით ვართ მეორე ადგილზე. ზომით ვიძახი პორტფელს. კი, მეორე ადგილზე ვართ ქართულ ბაზარზე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ისევ ბატონი აკაკი გოგსაძის სიტყვებს დავემოწმებ. ეს არის მუდმივი პროცესი, ბექა.
მან უბრალოდ შეჩერება შეუძლებელია. ერთის მხრივ მოდის ეს ახალი ტექნოლოგიები, რომელიც სულ იცვლება, რაც მე რაღაც მე ვეძახი იმას ტექნოლოგიურ ცვეთას, რომელიც ბუნებრივად მოდის და არ ელოდება იმ ცვეთას, რომელიც სხვადასხვა დანადგარს თუ ავტომობილს მე მგონია რომ აქ შეჩერება უბრალოდ წარმოუდგენელია. კი, ჩვენ შემთხვევაში სოფლის მეურნეობაშიც ჩვენ მივდივართ გაციფრულებისკენ ნელ-ნელა მაქსიმალურად რომ თანამედროვე ობას მოვერგოთ და სოფლის მეურნეობა უფრო მომგებიანი და მარტივი გახდეს. და ფლაგმანი ამაში რა თქმა უნდა ჯონ დირია მთელ მსოფლიოში და საქართველოში ჯერ იმდენად ანერგილი არ არის, მაგრამ აი მაგალითად მეზობელ აზერბაიჯანში, სადაც ასევე ექსკლუზიური დილერები ვართ ჯონ დირის, ძალიან აქტიურად იყენებენ და სახელმწიფო დონეზეც კი არის დაყენებული, რომ ნებისმიერი კომბაინი, ნებისმიერი ტრაქტორი, სადაც იმუშავებს და მოსავალს აიღებს, ეს მონაცემთა ბაზაში უნდა შეიკრიბოს, რომელიც სამინისტროს ქვეშ არის. და ამით ფაქტიურად ხდება აღრიცხვა ეფექტიანობის. კი, ყველაფერს აღრიცხავენ, რამდენი მოსავალი აიღეს, როგორი იყო ტენიანობა, რამდენი სასუქი დახარჯეს და ასე შემდეგ. და ამას ყველაფერს სახელმწიფო აკონტროლებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ სიახლეები კიდევ იქნება ტერალიზინგის. აუცილებლად. ჩვენ სხვა პროდუქტებზეც მუშაობთ. ერთ-ერთი პრიორიტეტული ტრადიციულად სალიზინგო კომპანიებისთვის არის ავტომომართულება, ამიტომ საწყის ეტაპზე ავტომომართულების გამორთვაზე გაკეთდა აქცენტი და აუცილებლად ვაგრძელებთ მუშაობას უფრო ინდუსტრიული ტიპის პროდუქტებზე. მე მგონი მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ხო? ავტომობილი რო გამოვიყვანე ტერალიზინგი. პირად ავტომობილზე. კი, პირად ავტომობილზე საუბარი, კი. მე უკვე გადავიდა მეორეზე და მე უკვე ბიზნესიც. კი, კი, ეგრე იყო ზუსტად. წარმატებით. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა დიდი. ბექა ვახტანგიშვილი, ტერალიზინგის პროდუქტების განვითარების დირექტორი და ასევე აკაკი გოგსაძე, აკრო მოტორსის დამფუძნებელი იყვნენ დღეს საქმიანი დილას ეთერში.